ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მერის წარმომადგენელი რამიზ ამიროვი დააკავეს. ამიროვი ანტიკორუფციულმა სამსახურმა სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ბრალდებით აიყვანა. არსებული ინფორმაციით არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც მერის წარმომადგენელი მშენებლობის ნებართვებსა და მიწის ფართობების დაკანონების სანაცვლოდ ქრთამის სახით გარკვეულ თანხებს იღებდა. არასრულ ტონის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 30 წლის კაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ 10 წლის ბავშვს სისტემატურად უგზავნიდა სექსუალური ხასიათის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბბ-მ არასრულწლოვანი დაითანხმა მსგავსი შინაარსის ფოტოები მისთვის გაიგზავნა. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებული გოგონას სქესობრივ კავშირს თავაზობდა. ქუთაისში დააკავეს ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლებიც 3 მილიონ აშშ დოლარად ბირთვული მასალა, ურანისა და რადიოაქტიური ნივთიერება ცეზუმი 127-ის შეძენასა და ქვეყნიდან გატანას გეგმავდნენ. ლილოს სამედიცინო ცენტრი გაქურდეს. წაღებულია სამედიცინო აპარატურა და კომპიუტერული ტექნიკა. ამის შესახებ ცენტრის თანამშრომლებმა ტევ პირველთან ისაუბრეს. მათი თქმით, დილით სამსახურში მისულებს სათვალთვალო კამერები გაშთუშული დახვდათ. კავშირის სადენები ჩაჭრილი და ექიმების ოთახები კი გაძარცვული.